მზია ამაღლობელი უკვე 26 დღეა შიმშილობს, ის ვივამედის კლინიკაში არის გადმოყვანილი. ჩვენ რამდენიმე წუთის წინ გქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით ვივამედის კლინიკურ დირექტორს. ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ მდგომარეობა არის ნამდვილად მძიმე და არ გამორიცხავს, რომ უფრო მეტად დამძიმდეს. ჩვენ გვახსოვს, რომ იყო მოწოდებები, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ასევე მზია ამაღლობელის მხარდამჭერების მხრიდან, ექიმების ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით და ჩვენ მოვისმინეთ ლევან იოსელიანის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ომბუდსმენი ამბობს, რომ მზია ამაღლობელის წარმომადგენელმა მიმართა ექიმების ჯგუფის შექმნის მოთხოვნით. ომბუდსმენი ამბობს, რომ ექიმების ჯგუფი შეიქმნება და ამ პროცესებთან დაკავშირებით მზადება მიმდინარეობს. ახლა ვინახული ამ წუთში ხნეთ არის უგრძელდება კვლევები, რომელიც დაგვჭირდა დამატებითი კვლევების კიდევ რაღაც ჩატარება და ასევე კონსულტირდება ამ კვლევის შედეგად ექიმ სპეციალისტების მიერ. რეკომენდაციებს ითვალისწინებს, მას აქვს უკვე დანიშნულება მიცემული, ეს დანიშნულება სრულდება, რაზეც თანხმობას აცხადებს, ეს ჩვენ ძალიან გვახარებს. რა კვლევები არის საჭირო? ეს ძირითადად უკავშირდება შიმშილის ეფექტს, რაც გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე საერთოდ, მათ შორის კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. რამდენად საგანგაშო მდგომარეობა არის? რა თქმა უნდა, საგანგაშო მდგომარეობა და შეიძლება ყოველთვის რაღაც გართულება იყოს. დღეს ჩვენთან დარჩება, სავარაუდოდ ყველას დარჩება, რომ კიდევ კვლევა გაგრძელდეს, კიდევ იყოს კონტროლის ქვეშ. ხნის შიმშილობის ეფექტი თავის ზეგავლენას ახდენს ორგანიზმზე. არის ცვლილებები ორგანიზმში, აღენიშნება სისუსტე, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება მზია ამაღლობელი აგრძელებს პროცესის უკიდურესი ფორმის გამოხატვას და ის აგრძელებს შიმშილობას. რაც შეეხება სახალხო დამცველთან დაკავშირებით და სახელმწიფო ჩართულობის კონსილიუმის შექმნის საკითხს, აღნიშნული გადაწყვეტილება იქნა მიღებული სახელმწიფოს მხრიდან და შეიქმნება კონსილიუმი. ფაქტობრივად გავიარეთ ტექნიკური და პროცედურული საკითხები, გაკეთა სპეციალური ჯგუფი, ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც საჭირო არის ამ დროს კონსილიუმის შექმნისთვის მიცოდებული არის სახელმწიფოსთვის და ვფიქრობ, რომ უკვე ფაქტობრივად დღეიდან კონსილიუმი შეძლებს დაიწყოს მზია ამაღლობელი ჯანმრთელობის მდგომარეობის როგორც მონიტორინგი, ასევე მიმდინარე ეტაპისთვის არსებული სამედიცინო მონაცემების შესწავლა. მზია ამაღლობელის მსგავსად უკვე 21 დღეა შიმშილობს თემურ ქათამაძე. შეიძლება ითქვას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, მას ხვალ აქვს სააპელაციო სასამართლოში პროცესი, თუმცა იმიტომ რომ ვერ გადაადგილდება, უჭირს გადაადგილება, ასე რომ თქვა და ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, თავს გრძნობს სუსტად, ის სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერ მოახერხებს. ჩვენ გქონდა შესაძლებლობა საუბრებოდით თემურ ქათამაძის ადვოკატს, რომელიც ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ადვოკატებს არ აწვდიან დეტალურ ინფორმაციას დოკუმენტურად თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და 21 დღის განმავლობაში თემურ ქათამაძეს ასე რომ ვთქვათ, გაუზომეს წნევა და გაიგეს მისი წონა. სხვა დეტალური ინფორმაცია მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით უტარდება თუ არა, მას ანალიზები ადვოკატებს არ აქვთ. დღეს უკვე 21 დღეა, რაც ბატონ თემურ ქათამაძე შიმშილობს. იგი 16 იანვრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიუხედავად არაერთი მიმართვისა დღემდე არ გვაქვს. ჩვენ მიმართეთ როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს. ამ დღეების განმავლობაში მას უკვე დაკლებული აქვს 15 კილოგრამი, რომელიც შესამჩნევიც არის. უკვე უჭერს გადაადგილება, რამაც გამოიწვია ის, რომ ხვალ ვეღარ შეძლებს სასამართლო პროცესზე დასწრებას, როგორც თავად განაცხადა იმ პროცესზე, რომელშიც ამ დღის განმავლობაში ძალიან ემზადებოდა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისთვის. როგორც გითხარით, მზია ამაღლობელი უკვე 26 დღეა შიმშილობს, ის ვივამედის კლინიკაში არის გადმოყვანილი და დაახლოებით 1 საათია კლინიკაში მასთან მოსანახულებლად შევიდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი და რა თქმა უნდა ველოდებით ამ შეხვედრის დასრულებას და უფრო მეტი ინფორმაციის მოწოდებას მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.